აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატით განაახლა. სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა, რომელმაც 2019-2023 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა და სამომავლო გეგმებზე, ამოცანებსა და უმაღლესი საბჭოს მოახლოებულ არჩევნებზე ისაუბრა. ჯემალ გამახარიამ აღნიშნა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭო ბევრად უფრო აქტიური იყო ვიდრე წინა წლებში. თავისი კომპეტენციის ფარგლებში დაკავებული იყო სამართლებრივი და პოლიტიკური საკითხებით, რომლებზეც საბოლოო ჯამში დამოკიდებულია შერიგების პოლიტიკის წარმატება, აფხაზეთის დეოკუპაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნება და საქართველოს გამთლიანება. სესიაზე დეპუტატებს სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ მიმართა. მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მზარდი დინამიკა დადებითად შეაფასა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნას უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უკვე შესრულდა 5 წელი, რაც უმაღლეს საბჭოში ჩატარდა შიდა არჩევნები. მალე სადღაც 2 თვეში ჩატარდება ახალი არჩევნები, ამიტომ ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ 5 წლიანი ანგარიშის წარმოდგენა და აი ეს ანგარიში წარმოვადგინეთ 5 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. ანგარიში საკმაოდ ვრცელი გამოვიდა, შევეხეთ ყველა საკითხს, დაწყებული რაღაცა სამეურნეო საკითხები და დამთავრებული ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საქმიანობით, პოლიტიკური. მე მხოლოდ დადებითად შევაფასებდი იმ გაწეულ საქმიანობას, რომელიც უკავშირდებოდა ბოლო 4-5 წლის განმავლობაში იმ საქმიანობას, რომელიც გაეუწია უმაღლესმა საბჭომ. მივესალმები იმ დადებით დინამიკას, რომელიც უკავშირდება საკანონმდებლო საქმიანობას, იმ ინიციატივების რიცხვს, რომელიც იყო საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც იყო მომზადებული უმაღლესი საბჭოს მიერ და იყო გაგზავნილი ჩვენ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მე მხოლოდ წარმატებულად ვუსურვო უმაღლეს საბჭოს თავის საქმიანობაში და უნდა ვუსურვო, რომ შეინარჩუნოს ეს დინამიკა.